კვირის პროგნოზი. მოდი ვნახოთ, როგორი კვირა გექნებათ. ძალიან გულდასაწყვეტია ის ფაქტორი, რომ ვერასდროს სწავლობთ შეცდომებისგან და როდესაც ადამიანები მილიარდჯერ გადგენენ გულს, რატომღაც მე მილიარდ ერთჯერ კიდევ ატკენინებთ ხოლმე ამ ყველაფერს საყვარელ ადამიანებს და ძვირფას მეგობრებს, რომელიც გყავთ ირგვლივ და ვერასდროს ვერ სწავლობთ კვირას. ამ კვირის მთავარი სათქმელიც ის არის, რომ კვირა გექნება ძალიან ნეიტრალური, მაგრამ რაღაცა გულის ტკივილებით ახსოვს წარსულიდან გადმონაშთური რაღაც ქმედებებით, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთი და იგივე წრეზე შეხვალთ მაინც და ვერ ისწავლეთ ჭკუას იმ ყველაფერთან გამომდინარე, რაშიც აქამდე იყავით და იმყოფებოდით. მე მაგალითად გეტყოდით კიდევ იმას, რომ ფინანსებში რაღაცნაირი ვალდებულებები ბევრი გექნებათ გადასახდელი, მაგრამ შემოსასვლელი ბალიც შემოვა, რაც გაცემული გაქვთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ პირადი ურთიერთობები კვირის ბოლომდე არ იქნება დალაგებული, ისევ მარტო იქნებით, ან იქნებით ადამიანთან და მაინც მარტო მოგწევთ რაღაცების განხორციელება და გაკეთება, უბრალოდ რაღაც გზაზე იყურებით, სადაც რაღაც შორგზაზე მოგიწევთ წასვლა სადღაც კვირის შემდეგ და აი ამ კვირაში აი ამ ყველაფრის მოგვარების პერსპექტივა იქნება და ამ ყველაფრის მოგვარების განხორციელება. მადლობა ყურადღებისთვის.